მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Prime Times, ეს არის ქუთაისი. პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში. ინფრასტრუქტურულ პროექტებს უпроსორად თულ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. წულაია პარტიის წევრებთან ერთად მოვიდა აღმაშენებლის გამზირზე ნინოშვილის კვეთასთან და ის თავად ამოავსებს ორმოებს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ქუთაისში ავარიულ მდგომარეობაში გამოვიყვება. გოგი ილაპარაკე! ესე იგი, მიგაგითხარ. რეალობა? ხო. გოგი წულაიას განცხადებით ქუთაისის მერია კრიტიკას ვერ უძლებს, საგზაო ინფრასტრუქტურა ქალაქში არის ფაქტობრივად პარალიზებული, რის გამოც გოგი წულაიამ თავად გადაწყვიტა, რომ ორმოები ამოავსოს. ესე იდა ადამიანებს უთხრა, როდესაც ხელისუფლება არჩევნებით ყველა არის. მე მინდა მოდიშ მოუხადო საზოგადოებას. რეალობა წარი არის ეს. ქართველმა ეხლა ჯერ არჩევნები ვერისწავლა. ფრანგები, გერმანელები ვიდა გიტატო გერმანიაში. აეროპორტები იყო გაფიცული და რამდენიმე ათობით რეისი გადაიდო ხელფასის პატები შესახებ. ასე ჩვენ მოდიში ამ გამოდიოდა ტრაკი ჩვენ ხელისუფლება ვაიცა და თუ არ გვინდა წუმპეში ცხოვრება მაშინ ადგენთ და ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ის რაც გასაკეთებელია. ან ერთი უნდა იცოდე, ან მეორე უნდა შეგეძლოს, ან მესამე უნდა შეგეძლოს, იმიტომ რომ ხორებივი წუმპეში რამდენხან უნდა ვიცხოვროთ. ბატონო გოგი რასაკეთეთ მოგვიყევი? ასე ორმოებითაა ეს ახლა პირობითად დავირჩიეთ. მთელი ქუთაისი სავსე არის ასეთი ორმოები. მთელი ქუთაისი გავს 53 წლის სტალინგრადს. დამობილ სტალინგრადს გავს მთელი ქუთაისი. ნახეთ თუ გინდა შენობები რას გავს, მიტოვებული შენობები, ნახეთ გზები რას გავს. და ეს არის უკვე აუტანელი. ამიტომ ან ვაიძულოთ ხელისუფლება და თავი გქონდეს იმის რომ მივადგეთ და ვაკეთებიოთ და არ მოვკიდოთ ხელი და ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. სვაგზა არა, მაშინ მოგვიწევს სუპერში ცხოვრება. გააგრძელეთ საქმე. Prime Times მაყურებელს შევახსენებ, რომ გოგი წულაიამ ქუთაისში ეგრეთ წოდებული ნინოშვილის კვეთაზე ცემენტი და სილა მოიტანა, ის თავად მოზილავს ეხა ბეტონს და თვითონ ამოავსებს იმ ორმოებს, რომელიც ქუთაისში გზის კუთხით. მერია შეუქმნია კომისია. არის ხო დაგებს გოგი წულაია. ჩაიცი, იქ იმას გეუბნები. აი, დაგაგო. რატო გვი? ამაგვირებთ ამ გასიათე. წადი ამა შეგედა. წადი გაიარე. Prime Times მაყურებელს შევახსენებ, რომ გოგი წულაიამ პარტიის წევრებთან ერთად ქუთაისში ნინოშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის კვეთაზე მოიტანა ცემენტი და სილა და მან გადაწყვიტა, რომ თავად ამოავსოს ის ორმოები, რომლებიც წლების განმავლობაში ქუთაისში არის მოუწესრიგებელი. Prime Times მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავს იმ ორმოებს, რომელიც წლები ავარიულ მდგომარეობაშია და ის ხელისუფლებას ამ დრომდე არ შეუკეთებია. ჩვენ ახლა შევეცდებით გავესაუბროთ გოგის. ბატონ გოგი, Prime Times პირდაპირ ეთერში ხარ, თუ შეიძლება რომ გითხრათ რა აქცია პერფორმანსი გამართეთ, რა გადაწყვეტეთ? ქუთაისი დაამგვალე 53 წლის სტალინგრადს, ანუ ვოლგოგრადს
აი როგორაც იყო დანგრეული, შეგიძლიათ ნახოთ დაათვალიეროთ, აი აქავე შეგიძლიათ მიტოებული შენობები, ჩანაგაებული, ჩაუბედურებული და გზები, ეს არის კატასტროფა. ეს არის უბრალოდ კატასტროფა რა. ყველგან არის ორმოები, ყველგან არის გაუვალი სიტუაცია. მე მგონი ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება პროფილაქტიკებთანაა შეკრული, იმიტომ რომ მაგალები უნდა დაილეწოს, რომ მე თურმე მაგის ბიზნესი აყვავდეს და მინდა უთხრა, ახლა ხელისუფლებას რამე მოუწოდო ეს ამ გლისთავზე სახარების კითხვა. და ამიტომ მინდა მოსახლეობას უთხრა, ანარჩევლები უნდა იცოდნენ, ნორმალურ დარობებში ან იმის ტრაკი უნდა გქონდეს. როგორც გერმანელებს, ფრანგებს, ნახეთ რა ხდება საფრანგეთში, რომ აიძულო ხელისუფლება აკეთოს ის, რაც უნდა აკეთოს, ან შემუნდა მიადგე და შენ თვითონ რა გააკეთო. აბა რამდენ გიდა წუბეში იცხოვრო. და ეხლა თქვენ თავად ამოვავსებთ ორმოებს? ეს თავად ამოვავსებ და ამოვსებული და ამოვავსებ ორმოებს. ეს ახლა ესა ატარა ორმო ეს არის კაიფი, ეს აპელი არა. მაგრამ ავარჩიე სპეციალურად ეს პატარა ორმო. თორემ ორმოებით მიდის ორმოებით მიდის მთელი ქალაქი და ნუ არის დანგრეული ყველაფერი აგინდა. მე მოვზილო? ვერზილა. მოგი აქადი იყო, ვერზილა. პრაიმ-ტაიმის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავს გოგიცულაიას. შეიძლება იფხას პერფორმანს და მან ნიუშულისა და აღმაშენების კვეთაზე მოიტანა ცემენტი და ცილა და მან თავად გადაწყვიტა, რომ ორმოები ამოავსოს. სამსაათზე. მოდი ერთი გოგიცულაია აცხადებს, რომ ამ ქმედებით ის ქუთაისის მერიას უჩვენებს იმას, რომ ქალაქში არის ინფრასტრუქტურული კრიზისი. გაგიმარჯოთ. იგი ჟურნალისტები სამსაათზე მერიასთან მოვიდა ის რომ ოგნარის სამსაათზე ასეთი ვითარება არის ამ დროისთვის ნინოშვილისა და აღმაშენების კვეთაზე პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ გოგიცულაიამ აღნიშნულ ქუჩაზე მოიტანა ცემენტი და ცილა. მან თავად გადაწყვიტა ორმოების ამოვსება, ორმოული შეკეთებები. წულაიას განმარტებით ქუთაისში არის კატასტროფული მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ქუჩების უმრავლესობა სწორედ პარალიზებული არის, რის გამოც წულაია მოუწოდებს ქუთაისის მერიას, რომ ინფრასტრუქტურის კუთხით ქალაქში უფრო მეტი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას. თქვენ უყურებთ პრაიმ ტაიმს, ეს არის ქუთაისი, მე ვარ ირაკლი ვაჩიბერაძე.